ისევ შფოთვის შესახებ. შფოთი ძლიერდება არა რეალური საფრთხის გამო, არამედ შინაგანი საყრდენის არ არსებობას. და რას ნიშნავს ეს? სანამ ჩვენ გვაქვს გეგმა, კონტროლი, ან ყავს ადამიანი, ფსიქიკა მეტნაკლებად უძლებს, მაგრამ როგორც კი ხდება გაუგებარი, რა იქნება შემდეგ და რას შეიძლება დავეყრდნოთ, შფოთი ძლიერდება. მაშინაც კი თუ რეალურად ყველაფერი იქს. რა ნიშნები აქვს ამას? შენ გაშინებს არა ის, რაც მოხდება, არამედ ფრაზა არ ვიცი რა იქნება. შენ იჭედები გადაწყვეტილებების მიღებაში, რადგან ნებისმიერი არჩევანი გართმევს კონტროლის ილუზიას და სასურველად ატრიალებს სცენარს, რომ არ იგრძნო შინაგანი სიცარიელი. ასევე ეძებ გარეგან საყრდენებს, რჩევებს, დასტურებს, შეხედულებებს სხვების, ერთგვარ დასტურებს. ამის გამო გააქვს დაძაბულობა და პანიკა. რატომ ხდება ასე? როდესაც არ გვაქვს შინაგანი საყრდენი, ადამიანი დამოკიდებული ხდება უკვე გარეს. ეს შეიძლება იყოს მკითხავები, ექსტრასენსები, ავტორიტეტული ფიგურები, იმიტომ რომ განუსაზღვრელობა იძლევა შეგრძნებას, რომ ამას ვერ გავუწევ. შფოთი სიზუსტე არ არის. ესაა შინაგანი საყრდენის არქონარც. მენის რომ მე შემიძლია გავუმკლავთ. გამიზიარეთ კომენტარში, რა უფრო გაშფოთებთ ხოლმე, განუსაზღვრელობა და არ ცოდნა იმის თუ რა იქნება, თუ კონკრეტული გამოსავალი, რომელიც არ მოგწონს.